მაის სოფელ ატოცში, ქარელის მუნიციპალიტეტში გიორგობის დღესასწაულზე მროվել ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა აქიაშვილმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტუალურია. მეუფე იობმა დაადასტურა, რომ მისი როგორც საერო, ისე სასულიერო დიპლომები მოპარულია. თუმცა დასძინა, რომ დოკუმენტაცია უკვე აღდგენილია. მეუფე იობის თქმით, რეფორმები უნდა გატარდეს. რუის ურბნისის კრება უნდა ჩატარდეს აუცილებლად მომავალში. მისივე თქმით, საჭიროა წესდებაში ცვლილებები. შეზღუდვები არ უნდა იყოს არც დიპლომთან დაკავშირებით, არც წლოვანებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, თბილისის სასულიერო სემინარიამ მროվել ურბნელი მიტროპოლიტის იობა აქიაშვილის სასულიერო განათლება დაადასტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დიპლომი მაქვს. ხო, თუმცა დაიკარგაო, თავისდრო თვის წინ ნანახი ქონდაო და აი მაგთან დაკავშირებით იყო რამე საეჭვო გარემოება ამასთან დაკავშირებით? ნუ მოპარულია დიპლომი და ახლა დღესდღეობით აღდგენილი არის. თუმცა ნამდვილად მოპარული არის ეს როგორც იგივე. ამიტომ მე ჩემი თვალით ნახე საერო დიპლომის დაკარგულია და სასულიერო. ბოლოს როდის ნახეთ, როდის მოისაკლის ესეთი როცა დამირეკეს საპატრიარქოდან მეუფე თეოდორემ მითხრა, რომ აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენი დიპლომი, სასულიერო დამთავრების დიპლომი და როცა მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი, რომ იქ იყო, იქ აღარ იყო. და აი, რას ფიქრობთ მეუფე, ზოგადად აი, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა თქვა, რომ თქვენ და რამდენიმე მეუფე წინააღმდეგი იყავით, რომ შეეზღუდათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მეუფე ისაიასთვის და მეუფე დანიელისთვის და აი, რას ფიქრობთ აი, ფორმალიზებულ მიდგომაზე და მათთვის შეზღუდვაზე? ნუ ახლა წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაძლებელი არის და ალბათ უნდა შევცვალოთ მომავალში. იმიტომ რომ შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით, არც წლოვანებასთან დაკავშირებით. ანუ თქვენ არ ეთანხმებოდით ამას, ანუ სინოდის ხომაზე და ეს გაიგებთ თქვენ? რა თქმა უნდა. მე მინდოდა რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსა და მეუფე ისაიას. იბანო ზოგადად რას ფიქრობთ მიმდინარე პროცესებზე? რისი თქვა შეგიძლიათ? აი, როგორ ხედავთ თქვენ საქართველოს ეკლესიის მომავალ განვითარებას? აი, თქვენი ხედვა რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, როგორც პატრიარქობის განვითარება? მე ჩემი ხედვები უკვე წერილობით მაქვს დაფიქსირებული და ალბათ გაფართოების დონეზე ვიტყვი ამის შესახებ. ახლა ამ დროში ვერ ჩავეტევი. ორის უყურებთ გითხრათ? ნუ ცვლილებები უნდა მოხდეს აუცილებლად. რეფორმები უნდა გატარდეს. ძალიან ბევრი მიმართულებით. ერთი კონკრეტულ ხომ ვერ დაასახელეთ პირველი გაგახსნა. ნუ რუის ურბნისის საეკლესიო კრება, ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში. თუმცა ამისთვის მზად იქნება. საგარეო ჩარევებზე რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიაში? ნუ ფაქტიურად ეს ყველა ვიცით რომ არის. და ხდება. გაუგეწარებიეს ხარება. ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება. კონკრეტულად ხარება. მადლობთ.